გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის თბილისის რიგით 22-ე საბაზისო მომზადების კურსი დასრულდა. კურს დამთავრებულთათვის სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონია 26 ოქტომბერს ქრწანისის რაიონში მდებარე სამასი არაგველის სახელობის ბაღში გაიმართა. ღონისძიება მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის მეთაურმა გიორგი რაზმაძემ გახსნა. აქ შეკრებილებს სიტყვით მიმართა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა. სასულიერო პირმა ღონისძიების მონაწილეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევა გადასცა. დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა რეკრუტებს საბაზისო კურსის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონთან ერთად არაერთ პროექტს ახორციელებს. მოგესალმებით ყველას. ამ წელსაც გვთა პატივი, რომ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების, ესე ვთქვათ, მოპატიჟებული სტუმრები ვიყოთ. ძალიან ვამაყობთ თქვენთან ურთიერთობით. ძალიან გვახარებს, რომ ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრ სხვადასხვა პროექტში მოგვიწია ერთად ყოფნა. ჩვენ როგორც ეკლესიის მსახურები ყოველთვის გვახარებს ადამიანების დანახვა, რომელიც მზად არიან მსახურებისთვის, მზად არიან ქვეყნის, ოჯახის, ერთმანეთის მსახურებისთვის. ჩვენ გვეამაყება თქვენთან ურთიერთობა. მადლობა, რომ გაგვდებთ ხოლმე პატივს მოპატიჟებისა და გლოცავთ და მინდა გადმოგცეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევა. მერთმა დაგლოცოთ და თქვენი ყოველი ნაბიჯი, ყოველი გადადგმული ნაბიჯი ღვთისკენ, მოყვასისკენ, სამშობლოსაკენ ეს იქნება უდიდესი ძალა თქვენ ცხოვრებაშივე, რომ ბევრი და ბევრი სიკეთი აკეთოთ ქვეყნისა, ერისა და თქვენი ოჯახებისთვის. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდული ლეგიონის თბილისის საბაზისო მომზადების კურსი 6 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლება 14 სექტემბერს დაიწყო და 26 ოქტომბერს დასრულდა. საბაზისო მომზადების კურსი 6 საველე გასვლას და 20-მდე თეორიულ ლექციას მოიცავდა. სწავლებისას რეკრუტებმა მსუბუქი ქვეითის საბაზისო უნარ-ჩვევები შეისწავლეს. შეგახსენებთ, რომ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის სამხედრო სალაშქრო მომზადების საბაზისო კურსი წელიწადში 2-ჯერ ტარდება. სწავლება კი უფასოა. ღონისძიებას სასულიერო პირები, ლეგიონის წევრები, რეკრუტები, მათი ოჯახის წევრები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. უკვე რამდენიმე წელია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს ჩვენი სასიკადულო გენერლის გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონთან, სადაც მოხალისე ახალგაზრდობა ეზიარება სამხედრო საქმეს, იმ პატრიოტულ სულისკვეთებას, რამაც აქამდე მოგვიყვანა. ეს მჭიდრო ურთიერთობა გამოიხატება იმაში, რომ ჩვენი მხრიდან ამ ახალგაზრდებს, რომლებიც საველე პირობებში სამხედრო საქმეს ეზიარება, ჩვენ რაღაცნაირად ვაზირებთ, ჩვენი მხრიდან ვაწოდებთ იმ ეროვნულ სულისკვეთებას, იმ რელიგიურ თუ პატრიოტულ მოტივებს, რომლებზეც საერთოდ არის დაფუძნებული ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტი. საერთოდ ფუნდამენტია ჩვენი სახელმწიფოსი და ძალიან მოხარულები ვართ, რომ ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან დიდი არის და ძალიან დიდი დაინტერესებაა, ვინაიდან როდესაც ახალგაზრდები ეროვნულ მოტივებზე იზრდებიან, მათთვის ეს ეროვნული მოტივები გარდაიქმნება ხოლმე მერე ზოგად საკაცობრიო ღირებულებება და შესაბამისად ადამიანი, რომელიც მოტივირებულია, რომ სამშობლოს გამოადგეს მისთვის მნიშვნელოვანი ეროვნული ღირებულებები, ის ზოგად საკაცობრიო მნიშვნელობის პიროვნებათაც ყალიბდება და საერთო ზოგად საკაცობრიო საქმეში შეუძლია, რომ რაღაცნაირად ერთი აგური დასდოს. დღეს დასრულდა მაზნიაშვილის ლეგიონის 22-ე საბაზისო კურსი თბილისში, რომელიც გრძელდებოდა რამდენიმე კვირა და მასში მონაწილეობდა 100 მეტი კურსანტი და საბოლოო ჯამში 70-მდე წევრი გახდა ჩვენი დიდი ოჯახის შემადგენელი. რეკრუტებმა გასული 6 კვირის განმავლობაში შეისწავლეს პირველი დახმარება, შეისწავლეს სალაშქრო საქმე, თუ რა შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცნენ, რა აღჭურვილობა ჭირდებათ ნებისმიერ სიტუაციაში. სხვა სამხედრო მიმართულებები, როგორც არის გადაადგილება, მანევრირება, საპატრულო ბაზის მოწყობა და ასევე ტოპოგრაფია და ასევე სამთო მომზადებაც. ვფიქრობ, აღნიშნული მასალა, რაც მათ გაიარეს, დაეხმარებათ მათ ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში, სხვანაირად შეხედავენ ბევრად უკვე სიტუაციას და ნებისმიერ რთულ მომენტში შეუძლიათ, რომ უკვე კარგად გამოიყენონ ის ყველა თვისება და უნარები, რაც მათ ამ გასული 6 კვირის განმავლობაში შეიძინეს. Ყველას საინტერესო და რთული ფიზიკურადაც და გონებრივადაც იყო პირველი დღე. საინტერესო
იყო იმ ხრივ რომ არ ვიცოდი წინ ამელოდებოდა არავინ არ იცოდა წირა გველოდებოდა და ყველა ახალი ნაბიჯი იყო საინტერესო. მე გაცილებით მეტი ვარ ეხლა ვიდრე ლეგიონამდე მოსვლამდე. ამ ყველაფერს გამოცდა, ჩემთვის ბავშვობის ოცნება იყო. ბავშვობიდან მინდოდა რომ ეს ყველაფერი გავუმეცა და ძალიან ვამაყობ საკუთარი თავით და იმ ადამიანებით, რომლებიც ამ დრომდე ჩემთან ერთად იბრძოდნენ. ეს 6 კვირა საკმაოდ დატვირთული იყო, მაგრამ სასიამოვნო რა თქმა უნდა. შევიძენ ძალიან ბევრი მეგობარი, გავიცანი ძალიან ბევრი კარგი ადამიანი და მადლობა მათ ამისთვის.